ჩვენ დავბრუნდით ეთერში, ჩვენი საუბრის თემაა სამეფო ფუფუნება. ჩვენთან სტუმრად არიან დედა სიდონია და თეოლოგი ბექა მინდიაშვილი. დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ ჩვენთან სტუმრობისთვის. პირველ რიგში გვინდა დავიწყოთ ესეთი მარტივი ამბით, ავხსნათ რას გულისხმობს ზოგადად მარხვა, რა არის მისი იდეა და რა უნდა გააკეთოს მორწმუნე ადამიანმა, რომელიც არის მარხვაზე, გარდა იმისა, რომ გარკვეულ საკვებზე თქვას უარი. დედა სიდონია. მოგესალმებით. მე სიამოვნებით დავხვდი თქვენს მოწვევას, იმიტომ რომ ჩემთვისაც ფაქტიურად ჩემი სათქმელის საშუალება მომეცით ამითი, რომ მარხვამ არ უნდა დაკარგოს თავისი აზრი, არსი, დანიშნულება, რომ დიახ, დღეს შეიძლება სასიამოვნოც იყოს, რომ ბიზნესი ვითარდება და სთავაზობენ ძალიან დიდ რაციონს, ხო, მარხულებს, მაგრამ ამასობაში ეს რამდენად უნდა გვახარებდეს ჩვენ, არ ვიცი, იმიტომ რომ მარხვა რა არის ზოგადად ამ პერიოდში ჩვენ ვსწავლობთ თავშეკავებას, ზომიერებას საკვების მიღებაში, რომ ადამიანმა გამოიმუშაოს, ივარჯიშოს თავის ნების აღზრდაზე და როდესაც სული ხორცი სუბუქდება, ამ დროს სული ლოცვისადმი უფრო მგრძნობიარე ხდება, უფრო მეტ ყურადღებას უთმობ შენ შინაგან სამყაროს და ამ დროს შეისწავლი შენს თავს, სად არის იქ ვნებები, სად არის მანკიერებები, სათნოება და ფიქრდები თუ როგორ გააგრძელო ცხოვრება, ლოცვა და მარხვა ანუ ამაში ეხმარება რეალურად, რომ მიემსგავსო ადამიანს ღვთის ხატის იმას, როგორც უნდა იყოს რეალურად ქრისტიანი. ბატონო ბექა, ხომ არ დაამატებდით? მოგესალმებით მეც და მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. იმისთვის რომ გავიაზროთ რა არის მარხვა, უნდა გავიაზროთ ზოგადად რა არის ქრისტიანობა. ქრისტიანობის არსი არის ერთი მხრივ სიყვარული ღვთისა და მეორე მხრივ სიყვარული მოყვასისა. აი ამ ორი რამის აქტუალიზაცია შეიძლება იყოს განსაკუთრებული აქცენტის მინიჭება მოყვასისადმი მზრუნველობაზე, განსაკუთრებული წრთობა შინაგანი სამყაროს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეთ თქვა ტრანსცენდენტურ რეალობას, ღმერთს, ეს შეიძლება იყოს ასე ვთქვათ მარხვის არსი. ისევ როგორც ზოგადად მთელი ქრისტიანული ცხოვრების არსი. მარხვა არ არის ერთი ცალკე აღებული კომპონენტი ქრისტიანის ცხოვრებისა. ბევრი თეოლოგი ფიქრობს, რომ მარხვის მდგომარეობა არის ზოგადად ქრისტიანის მდგომარეობა, იმიტომ რომ ქრისტიანი არის ის ადამიანი, რომელიც იშვება მეორედ. როგორც სახარებაშია, ხო, თქვა, ანუ ხელახლა უნდა დაიბადოს სულიერად ადამიანი, ხელახლა უნდა იშვას ღმერთისა და მოყვასის მსახურებისათვის. ესაბამისად, მარხვა არ გულისხმობს ცხადია მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ უარი თქვა საკვებზე, ან თქვა გართობაზე, ან მოიკლო თქვა რაღაც სხვა სიამოვნება, არამედ პირიქით. მარხვა მოკლებას კი არ ნიშნავს ამ თვალსაზრისით, არამედ შევსებას იმ სიცარიელისა შენს ცხოვრებაში, შენს სულიერ სამყაროში, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს თქვათ სიყვარულს და მოყვასისადმი ზრუნველობას, ღვთისადმი ერთგულებას, თუ ასე შეიძლება ითქვას. ამიტომაც ადრეულ ეპოქაში ქრისტიანები, როცა იწყებდნენ მარხვას, საბერძნეთში არსებობს ეს ტრადიცია, გამოდიოდნენ ერთობლივად და უშვებდნენ ფრანებს, აი ფრინავ გველებს რომ უწოდებენ. იმის ნიშნად, რომ მარხვა არის შევსება ზეცით და არა, ასე ვთქვათ, ფერფლის წაყრა თავის თავზე და გლოვა. აი ეს არის მარხვის ქრისტიანული მნიშვნელობა, ეს უნდა ამისკენ უნდა იყოს მიმართული ზოგადად ქრისტიანის ცხოვრება და ეკლესია ამისკენ უნდა მოუწოდეს. ამიტომაც მარხვის ყოველი კვირა აღბეჭდილია სხვადასხვა სახარებისეული, ვთქვათ, ეპიზოდის გაცნობიერებით და ასევე თავარი ქრისტიანული ფასეულობებით. რა არის ეს? ეს არის პირველი, ვთქვათ, კვირა იწყება მარხვამდე მოსამზადებელი კვირა იწყება მირქმით. იმის ნიშნად, რომ პირველი ნაბიჯი ღმერთისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს შენი თავის მიძღვნა ღმერთისთვის, ხო? მეორე კვირა არის მეზვერისა და ფარისევლის კვირა, რაც გულისხმობს იმას, რომ გარკვეულწილად უნდა ამოაყირავო შენი ფასეულობათა იერარქია და ვინც უკან არის ის წინა პლანზე დაინახო და ვინც წინ არის შეიძლება არ იყოს თქვათ დაწინაურებული თქვათ ღმერთის თვალში, ხომ? აი მეზვერის და ფარისევლის კვირა სწორედ ამას გვეუბნება, რომ მეზვერე, რომელიც ვერც კი წევდა თავს სინანულის გამო
შეეხედა ღმერთისთვის, უფრო მართალი აღმოჩნდა ღვთის წინაშე, ვიდრე ფარისეველი, რომელიც გულში მჯიღებს იბაგუნებდა იმის ნიშნად, რომ აი ყველაფერს სწორად აკეთებს და ყველა მცნებას იცავს. მესამე კვირა არის მიცვალებულთა კვირა, რამდენიც მახსოვს. მეოთხე კვირა არის, იმის გასახსენებლად, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი ცხოვრება არ სრულდება, თქვა, დედამიწაზე. მეოთხე კვირა არის ესე იგი სამსჯავროს გახსენება, როცა ადამიანები იხსენიებენ ესე იგი განკითხვის დღეს და განკითხვის დღის გახსენებაც სწორედ ამ სოციალური ნიშნით არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სახარება გვეუბნება, რომ მეორედ მოსვლისას ქრისტე განეკითხავს ადამიანებს არა იმის მიხედვით, ვინ რა რწმენის იყო, ან ვინ როგორ ასრულებდა მცნებებს, ვინ როგორ ლოცულობდა, ან ტაძრებს აგებდა, ან მარხულობდა, ხომ, არამედ იმის მიხედვით დააპურა თუ არა მშიერი, შემოსა თუ არა, თქვათ, ის ვისაც ჭირდება ტანსაცმელი, მოინახულა თუ არა სნეული, მოინახულა თუ არა პატიმარი, ანუ სოციალური ზნეობრივი აქტების მიხედვით განეკითხება ადამიანი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ქრისტიანისთვის, რომ გაიაზროს. ეს არის საშუალებები, უბრალოდ რომ ადამიანი დაემსგავსოს ადამიანს და იმიტომ და ანუ ზომიერება უნდა გამოვიმუშაოთ და იყოს თავშეკავება. დედასიდონია, უნდა გკითხოთ, ბექამ ახსენა ის, რომ ადამიანი და ანუ ქველმოქმედებას ეწეოდეს, გარკვეულწილად დახმარების ხელი გაუწოდოს, მოყვას და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, ეკლესიიდან რამდენად მოდის სასულიერო პირებისგან, რამდენად სწორი გზავნილი მოდის ბრევლის მიმართ, ანუ რამდენად უხსნიან მორწმუნეებს იმას, რას გულისხმობს რეალურად მარხვა და ის ადამიანები, ვინც საკვებზე უარს ამბობენ, ვინც მარხვას ინახავენ, რამდენად კარგად აქვთ გაცნობიერებული, რას უნდა აკეთებდნენ მარხვის პერიოდში. გასაგებია. ეს ისეთი კითხვა, რომელიც მე თვითონ პირადად მაწუხებს, იმიტომ რომ აი ზუსტად გუშინ უსმენდი ერთ-ერთი სასულიერო პირის ქადაგებას და იმასაც იგივე საჩივარი ქონდა სხვა სასულიერო პირებისადმი, რომ რატომ არ ვახდეთ სწორად კატეხიზაციას მრევლის და სწორად ჩვენ არ ვასრულებთ კარგად სამოციქულო მოღვაწეობას. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, როდესაც ვამბობთ, რომ ეკლესია რამდენად ამას აკეთებს ან არ აკეთებს, ეს არის პირობითი, ან ეს ნაწილი ამას ძალიან კარგად ასრულებს და ნაწილი ვერ ასრულებს ამას. ამიტომ ეს შეიძლება ნაწილისად მიიღოს საყვედური, რომ ან შეხსენება, ან მოწოდება, რომ იცით რა ჩვენ მოდი შევახსენოთ ჩვენს თავს თუ რა მისია გვაქვს, რა ფუნქცია გვაქვს და რატომ შევიმოსეშავით და რას უნდა ვაძლევდე მე ადამიანებს, რომლებიც იმიტომ მენდობიან, რომ რეალურად მე ამისთვის მეტი დრო იძლევა ჩემი პროფესია, რომ ამ საკითხში განვნათლდე და მე გაუზიარო სხვებს, მაგრამ მე მყავს ძალიან ბევრი ახლობლები სასულიერო პირები, რომლებიც ნამდვილად ხა არ შეიძლება იმათი არ აღნიშნა, რომ ღირსეულად თვითონ შეიმეცნებენ და მე სხვებსაც უზიარებენ. უბრალოდ მე არ ვიცი ეს რისი ბრალია, შეიძლება უბრალოდ ხა თავი შევიკავო, რომ საერთო სისტემა ან კონტროლი ან რატომ არ ხდება, ეს იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება. სამომავლოდ. თანამედროვე ცხოვრების სტილი, წესი რამდენად შეიძლება რელევანტური იყოს იმ პირვანდელი მარხვისა, რომელსაც ჩვენ დღეს რეალურად უნდა ვიცავდეთ. შეიძლება თუ არა თუნდაც ცოტათი მცირეთი ფორმით. ზოგადად ეს პრობლემა დგას, იმიტომ რომ თქვა საეკლესიო კალენდარი, რომელშიც არის ინსტალირებული ასე ვთქვათ მთელი სისტემები ამ ასკეტიკისა და მარხვისა, ხო? გულისხმობდა იმას, რომ ადამიანი ცხოვრობდა იმ სამყაროში, რომელსაც განაგებდა ღმერთი, რომლის ყოველ ნაბიჯს, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ლეგიტიმაციას უკეთებდა ეკლესია და ეს იყო ჰოლისტური სამყარო იყო, სადაც ღმერთი და ეკლესია იყო ყოვლის გამგებელი. ეხლა ამ თვალსაზრისით, თქვა, ჩვენი საზოგადოება არის უფრო მეტად სეკულარიზებული საზოგადოება, თუმცა სწრაფვა იქითკენ, თქვა, ეკლესიის მხრიდან კვლავ ყველაფერი აკონტროლოს, ეს ძალიან აშკარა არის, მაგრამ დიდწილად დამახინჯებული სახე აქვს ამას მიღებული და ეს არ არის მოწოდება რაღაც სულიერი ცხოვრებისკენ, უფრო მეტად არამედ მოწოდება არის იქითკენ, რომ დავიცვათ ჩვენი ტრადიციები და რაღაც ჩოხით ვიაროთ და ფოლკლორული ტრადიციები, ასე ვთქვათ, აღვადგინოთ. რამდენად ღირებულია ესეთი მოწოდებები? თანამედროვე ადამიანის ჭირდება? ღირებული არ არის, იმდენად რამდენიც ეს ქრისტიანული არ არის. ანუ ქრისტიანული თვალსაზრისით ეს ღირებული არ არის, იმიტომ რომ აცდენილია ქრისტიანობას. იგივე ხა ვთქვათ, რაღაც ახალი დღესასწაულების დადგენა, ვთქვათ, აღდგომას,
ან ცხოვრებისა და მოზვერების დაკლა, ხო? სრულიად ამოვარდნილია ქრისტიანული კონტექსტიდან და შეიძლება ითქვას ანტიქრისტიანულიც კი არის ამ თვალსაზრისით. ახლა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც არ მისაუბრია, ბოლო კვირა, ასე ვთქვათ, მარხვამდე არის შენდობის კვირა. ეს რას ნიშნავს? იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმას, რომ მანამდე სანამ ადამიანი გადადგავს ნაბიჯს და დაიწყებს მარხვას, ეს არის მის თავისუფლების გამოხატვა. ის მოვალეა, რომ ყველა ადამიანთან, ვისთანაც ის უბრად არის, ვისაც აწყენინა ან სიტყვით, ან საქმით, ხომ? ყველა ადამიანს სთხოვოს შენდობა. ქრისტიანობის საზრისი არის სწორედ ის, რომ ქრისტიანი არ შეიძლება იყოს დაპირისპირებული სხვა ადამიანთან. თუ კი მარხვა და თუ კი ქრისტიანული ცხოვრება ხდება გამიჯვნის, დაპირისპირების და აღარ ვიტყვი ხა გინებისა და ვთქვათ სხვების საცემლად დევნის საფუძველი, იქ ცხადია, რომ ქრისტიანობასთან საქმე აღარ აქვს. ამიტომაც აი ეს უნდა იყოს საზომი და ერთგვარი ტესტი ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებისა. რამდენად კეთილგანწყობილი ხარ სხვა ადამიანისადმი. სახარებაში პირდაპირ არის ქრისტიანული ცხოვრების საფუძველი უნდა იყოს სახარება, ხო? პირდაპირ არის ნათქვამი. სად არის სასუფეველი ცათა, როცა ეკითხებიან იესო ქრისტეს, ქრისტე პასუხობს, რომ ეს არ არის თქვა სადღაც მარადიულ სამყაროში ან მეორე განზომილებაში, არამედ თქვენს ურთიერთობებში წეახთა შორის თქვენს არა შინაგან სამყაროში, არამედ ერთი ადამიანის ურთიერთობაში მეორე ადამიანთან. თუ ქრისტესნი ხართ, უკვე თუ იყარებოდეთ ურთიერთობას. რამდენადაც კარგი ურთიერთობა აქვს სხვა ადამიანთან და ეს კარგი ურთიერთობა ნიშნავს უბრალოდ კულტურულ დამოკიდებულებას განსხვავებულისა და პირველ ეტაპზე მაინც ყოველ შემთხვევაში თუ რაღაც მტრის სიყვარულზე არ ვილაპარაკებთ, ხო? იმდენად შეიძლება იყო შენ ქრისტიანი. და რაღაცის დამეტება გინდა. სწორედ ის სახარებისეული იგავი, როდესაც ნაცემი ლევიტელი ჩაიდვის, ხდელი ჩაიდვის, არავინ არ აქცევს ყურადღებას და როგორ არის სამალიტელი სასტუმროში რომ ეხავს. ხო, აი სწორედ ის უნდა დათქმა, როგორი შემწყნარებელი უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შეიძლება ადამიანის იდეოლოგიას ცხოვრების წესს არ იზიარებდე, მაგრამ ჩვენ უფლება არ გვაქვს მისი უფლებები დავარღვიოთ უბრალოდ რა. ჩვენ შეიძლება შევაჩეროთ თუ ის უფლებები მისი უკვე ჩემსაც შეეხება იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მე დავიცავ ხო ჩემს მწამს, მაგრამ თვითონ მის სივრცეში გადაჭრა არასწორი. უნდა გკითხოთ ასევე იმ მენიუზეც, პრინციპში ცოტა კაპიტალისტური ასპექტიც უნდა შემოვიტანოთ ჩვენ საუბარში. სხვადასხვა კვების ობიექტები და ასე შემდეგ, ხშირად გვთავაზობენ ბიზნესები, ხშირად გვთავაზობენ ხოლმე გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია მარხვაზე, შესაბამის სამარხო მენიუებს, ხო? როგორ ფიქრობთ, ეს ბიზნესიდან წამოსული ინიციატივა, რომელიც მოსახლეობამ აიტაცა, თუ მოსახლეობის კარნახით შეადგინა საკმაოდ საინტერესო თემა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კი ეს ბიზნესის განვითარებას მაინც უწყობს ხელს, თუ კი უწყობს ხელს, ამაში უცვლელებს ვერ ხედავ, იმიტომ რომ როგორც გონია, ესე იგი სამარხო ტორტ შეჭამ თუ საერთოდ თუ არ სიტყვი საკვებზე, საბოლოო ჯამში ერთი ფასი ექნება თუ კი კეთილგანწყობილი არ იქნება საბოლოო ჯამში სხვა ადამიანისადმი. ასე რომ თავარი მიზანი უნდა იყოს ეს, აქცენტი უნდა იყოს ქრისტიანული ცხოვრებისაც და მარხვისაც კეთილგანწყობა სხვა ადამიანებისადმი. მაგრამ თავისთავად ესთეტურად, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად პირადად ჩემთვის მიუღებელი სამარხო ტორტები და ეხლა სამარხო დონატები ჩემოვიდა და სოსისები ყოფილა კიდევ და ასე შემდეგ. ეს ესთეტურად, აი ქრისტიანული ესთეტიკისთვის შეიძლება მიუღებელი იყოს, მაგრამ ცუდს თავისთავად იმაში რომ რაღაცა განახლდეს ამ კუთხით, მე ვერ ვხედავ. მარხვა ზოგადად არ უნდა იყოს დაწესებული, არამედ უნდა იყოს თავისუფალი არჩევანის სფერო. მაგალითად, ფინეთის მართლმადებელ ეკლესიაში ადამიანი მარხულობს იმაზე უარის თქმით, რაც მას ყველაზე მეტად უყვარს. მაგალითად, ლუდს არ მიირთმევს მარხვისას, ან თქვათ შეიძლება რაღაც ჩიფსები არ ჭამოს მარხვისას, რომელიც პრინციპში სამარხო საჭმელია, ხო, სამარხო საკვებია. ასევე არის საეკლესიო ტრადიციები, რომელიც გულისხმობს არა მარტო საკვებით მარხვას, არამედ თითოეულ კვირას მარხვისას, თქვათ, აი ამ 40 დღეს, მარხვის თუ 48 დღეს დიდი მარხვისა უძღვნის სხვადასხვა სიქველეებს, სხვადასხვა სიკეთეებს. მაგალითად, ერთი კვირა არის ეკოლოგიის კვირა, მეორე კვირა არის თქვათ მოხუცების მსახურების, მესამე კვირა არის ადამიანის უფლებების კვირა და ასე შემდეგ. აქ როგორც განათლება ხდება თქვათ მრევლისა, ამა თუ იმ სფეროს მიხედვით, ასევე კონკრეტული სოციალური აქციები იგეგმება. და ესეთი ეკლესია საქართველოშიც გვაქვს, ეს არის ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია და ძალიან საინტერესო იქნება მათი მოსმენა ამ კუთხით, მათი გამოცდილების გაგებაც. რა იმის დამეტება ხო არ გინდა და ჩვენი ეთერი. მე მგონი ჩვენ ჯერ იმათაც არ უსმენთ საერთოდ, ვინ ჩვენ
ეკლესიის წიაღშია და ქველმოქმედებას აკეთებენ რაღაც როდესაც საუბარია ხოლმე გარკვეულ ეკლესიის მოქმედებაზე რომ ჩვენ არ მოგწონს არა გონია რომ მთელი ეკლესია ამას აკეთებს მაგრამ ეს ხო ესე არ არის არა ეკლესიის წიაღში ხა შენ ხო იცი არა რომ არიან ძალიან ბევრი სასულიერო პირები მონასტრებიან რომელიც ზუსტად ასე სწორად იცავენ მაცხოვრის სწავლებას ჩვენს მოძღვებას და ქველმოქმედებით ცხოვრობენ სწორედაც და მათი მოსმენაც საინტერესო იქნება ნამდვილად იმიტომ რომ ეს ერთმანეთს უნდა შევახსენოთ რა არის სწორი და რა არის ჯანმრთელი და რითი მივად იმ საბოლოო მიზნამდე რისთვისაც მარხულობთ რისთვისაც ვიწოდებით ქრისტიანად ეს არის ცხონება რა და თუ ამ ყველაფერმა ჩვენ ხელი შეგვეშალა ცხონებაში მასე უბრალოდ აზრს ვეღარ ხვდები აი მე მაგალითად თვითონ ჩემი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო იმიტომ რომ ნაწილი საზოგადოების ცნობილია რომ ძიმე დაავადება მქონდა მე ჩემი ანემიიდან გამომდინარე მაქვს მუდმივად მაქვს კურთხევა რომ საერთოდ აი არც ერთი დღე არ დავიცვა იმიტომ რომ აუცილებელია ხა ვცდილობდი რომ ხორცი არ მიმეღო და უკვე გუშინ დამირეკეს რომ გემოგლობინი ისე დავარდა და აი როგორ ვმარხულობ იცით რომ ანუ ხარცე მაქვს კურთხევა მაგრამ დაუშვათ გემრიელებებზე ვამბობ უარს ხინკალზე ქაფებია თუ რაც არის ესეთი ანუ წესით მე ნებადართული მაქვს მაგრამ ვიღებ როგორც წამალდა ამიტომ მე კითხვა გამიჩნდა რომ თუ მე ნებართვა მაქვს და მე ვამბობ უარს რატო უნდა გიჩნდებოდეს უბრალოდ სურვილი რომ მიიღო რაღაც ასეთი სახით იმიტომ რომ ჩემთვის ის მაგალითად ცოტა არ უღევს იმ განწყობას რომელშიც მე ვიმყოფები და ამას ქვია მარხვის განწყობა ხო რომელმაც აღდგომამდე უნდა მიმიყვანოს რომ ესე შემსუბუქებულმა ბოლომდე აღვიქვა მარხვის აღდგომის ბრწყინვალება ხო მამისთვის ვემზადებით და არის ძალიან ბევრი ცილები ხო აქ ყვავილოვანი კომპოსტუალობიო ან ნიორშია ძალიან ბევრი ნიგოზი და ასე შემდეგ აი ჩინური სამზარეულო მაგალითად ერთხელ ყავდა ბერძნები და მე წავიყვანე იქ იმიტომ რომ ისეთი სწორად ამზადებენ რომ არც კუჭი გიმზიანდება და არაფერი და ხდება ჩვენც რაღაც გამოვნახოთ ჩვენ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ ჩვენთან სტუმრობისთვის პრინციპში საუბარი კიდევ შეიძლება მაგრამ ჩვენი დრო იწურება ამ კონკრეტული საუბრისთვის გამოყოფილი მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენთან სტუმრად იყვნენ დედა სიდონია და თეოლოგი ბექა მინდიაშვილი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ახლა ჩვენს ეთერში საანონსო ჭრის დროა ანონსის შემდეგ მოამბე გააგრძელებს ეთერს და ჩვენ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით თქვენ უყურებთ კომუნიკატორს